საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ძალიან საინტერესო ცირკის საცირკო წარმოდგენა არის უკვე მსოფლიო მასშტაბით გათამაშებული და ამ ესე რომ ვთქვათ მსოფლიო მასშტაბის ცირკს განიხილავს დღეს უკვე მთელი მსოფლიო საზოგადოება, არა მარტო ქართული Facebook გვერდები და არა მარტო ჩვენი ექსპერტები და ნაცკოცები, სადაც ყველას თავთავისი ჟიმჟიმი აქვს და თავთავისი თევზის დაჭერას ცდილობენ. არ ვიცი ახლა ჩვენ საერთოდ ნაცკოცური დონის პოლიტიკა ხო სასწაული არის ახლა კოცები მადუროს მხარეს არიან ზოგიერთი იმას ნაცები იმას ოცნებობენ რომ ოდის მოფრინდება ეს შავი ქორი ამერიკული და გაიტაცებს ბიძინას და თავის ზებრას და პინგვინს ალბათ წააყოლებს და აქ ყველაფერს თავისი ინტერპრეტაცია აქვს და ამას არ ცდება ამ ფაზას არ ცდება რა თქმა უნდა საქართველოში ახლა ეს ყველაფერი და მადლობა ღმერთს კოცები წერენ რომ ნავთობი არა გვაქვს და მსგავსი რაღაცა ბოდოები უამრავი შემხვდა და საერთოდ კოცების ფენომენზე რა უნდა ისაუბრო ესენი ყველა პროპკას მორგებული ხალხი არიან დღეს დაუკავებიათ ხელში დიდი კელაპტრები და პატრიარქს ულოცავენ დაბადების დღეს მთელი საქოცეთი ამიტომ ძალიან დიდი მორწმუნეები არიან და ჩვენი ბრძენი პატრიარქის დამღმერთო დიდხანს გვიმყოფე და გულის ამრევი ხალხი ამაც ლაპარაკიც კი არ ღირს საერთოდ რა ეს საიდან მოიძებნეთ ბიჭო საიდან გამოდით ქართველერში ამდენი მლიქვნელი ამდენი აფირისტი ამდენი ფულზე გაყიდული და ამდენი ჩლუნგი ყველაფერთან ერთად მე არ ვიცი რა ამიტომ კოცებს ისა რა ქვია რა გითხრათ თვითონ რიგით კოცებს მაგრამ შეიძლება ბიზნეს კი კონდეს საფიქრებელი სამწუხაროა ის რომ არ ამგონია საქართველოში ეს მოხდეს და არ არის საქართველოს ახლა იმ დონის ინტერესებში რომ შეერთებულმა შტატებმა მსგავსი რაღაცეები ჩაატაროს საქართველოში მაგრამ ალბათ ბიზნეს მაინც თავისი ჟიმჟიმი გააჩნია იმიტომ რომ რაც ვენესუელაში მოხდა ეს ну არ ვიცი ამას მე კი არა მსოფლიო დონის ესე რომ ვთქვათ მოაზროვნეები უკვე დეფინიციას აძლევენ რომ ეს იყო ჩვეულებრივი შეთანხმებული ოპერაცია იმიტომ რომ არ შეიძლება ესე მარტივად ესეთი რაღაცეები მოხდეს და რა თქმა უნდა ახლა ტრამპაც უმპა შოუმენი არის ჯერ დატყვევებული ყავდათ და მოყავდათ თავის გვერდზე გამოაქვეყნა მეორე ქვეყნის დაპატიმ რაც არ უნდა პატივს არ ცემდე ბიჭო რაც არ უნდა გეზიზღებოდეს ხო შეიძლება მოწინააღმდეგე მაგის ღმერთი არ იქნა ხო აი ესე ახლა თავის გვერდზე ერთი პრეზიდენტი აქვეყნებს მეორე ну არა აქვს მნიშვნელობა რაც გინდათ ის დაარქვით დიქტატორი პრეზიდენტი რა ვიცი მეფე თუ რაც გინდათ და აი ძალის დემონსტრირების ნიშნად როგორ მიათრევენ ტყვეთ მაშინ რა ქვია შეერთებულ შტატებში ეს არც პოლიტიკაში არ ჯდება მსოფლიო დონეზე არის კრიზისი აზროვნების კრიზისი მსოფლიო დონეზე არის ეს კლოუნი რო იქნება ახლა ისა რა ქვია პრეზიდენტი და ესეთი რაღაცებით რო ხდება ახლა საზოგადოების აზრის გადატანა არ იქნება უკეთეს დროებაში არ ვცხოვრობ და ამ დაბალი დონის დროებაში ზუსტად აი ესეთი დაბალი დონის მემებით ხდება პოლიტიკის შექმნა. ამიტომ საერთოდ არ გაგიკვირდეთ სიმართლე გითხრათ ახლა ნაცკოცების დონე მით უმეტეს როდესაც აი ახლა ბარიღამ მე არ დამავიწყდეს როდესაც აი ეს არის თეთრი სახლის ოფიციალური გვერდი ტვიტერზე დღევანდელი X-ი ასე რომ ვთქვათ რა სოციალური პლატფორმა სადაც ოფიციალური თეთრი სახლი აქვეყნებს აი ტრამპის სურათს და ფაფოს. ახლა ბევრისთვის შეიძლება ეს აბსოლუტური უმრავლესობისთვის არც მე ვიცოდი სიმართლე გითხრათ ეს ამერიკული ჟარგონი ან რატო უნდა ვიცოდე. და თურმე ეს ნიშნავს ძალიან ჟარგონულ სიტყვაზე ბოდიშით ახლა და რო გითხრათ ტრაგის თამაში დაიწყებ და მიიღებო რა აი ესეთი განმარტება რომ გაუკეთოთ აი ამას და ამას აქვეყნებს თეთრი სახლის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი
პიროვნება პრეზიდენტი, რომელიც ამ სოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტი არის და ესეთი რაღაცა ჯიშოვი მემებით იქნება პოლიტიკა რა. წარმოგიდგენიათ ახლა რასთან აგვაქვს საქმე. ახლა რაც შეეხება იმ საკითხს, რომ სინამდვილეში რა მოხდა, ეს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, იმიტომ რომ ვისაც საერთოდ არა სავალდებულო აქ იყოს ადამიანი სამხედრო ექსპერტი, დიდი სამხედრო განათლებით და ესეთი რაღაცები და ელემენტარული თუ რაღაცა წაუკითხია, თუ ელემენტარული რაღაცა გაუგია. ეს ყველაფერი როგორც დაიდგა ეს სპექტაკლი, რომელიც სპექტაკლიც იქნა დადგმული, არანაირი უბრალოდ ჩარჩოში არ ჯდება. მე ხა უბრალოდ მინდა აგიხსნათ თქვენ ვინც არ იცნობს ახლა და რატო უნდა იცოდეს ვენესუელას შეიარაღებული ძალები, მაგრამ ვენესუელა არა ხელწამოსარტყამი ქვეყანა. ეს არის დაახლოებით 4 ვიეტნამის ხელა ქვეყანა, რომელსაც ყავს 120,000-იანი რეგულარული არმია. მათ შორის ყავს 60,000-იანი რეგულარული ქვეითი, ძალიან კარგად გაწვრთნილი ქვეითი ჯარი. ათწლეულების მანძილზე ამ ქვეყანაში კრიზისებიდან და გამომდინარე მათი მმართველები ყველაზე დიდ ფულს ხარჯავდნენ შეიარაღებაზე. რუსული შეიარაღებაც აქვს, ამერიკული შეიარაღებაც აქვს. აი, უბრალოდ მინდა გაჩვენოთ, აი მაგალითად ერთი ესეთი საინტერესო დეტალი, რომ აი ეს არის სამხედრო საჰაერო ძალები, რომელიც სამხედრო საჰაერო ძალებსაც ფლობს ვენესუელა. ეს არის უახლესი მოდიფიკაციის რუსული, ესე რა ქვია, 4++ გამანადგურებელი Su-30 MS. 30 ცალს ფლობს ამას. 12 ცალ F-16 ფლობს. აი, დავანებოთ. მათ შორის მოიერიშე 10 ფლობს. და ეგ მოყოლებული კიდე მარტო საჰაერო ძალებში რა ირიცხება. ახლა წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ქვეყანა, რომელიც აი ეს ეკბილებამდე შეიარაღებულ ძალებს ფლობს. არა მაქვს საუბარი იმ სარაკეტო კომპლექსებზე, არა მაქვს უკვე საუბარი იმ რა ვიცი, ახლა ქვეითის დონით დაწყებული სატანკო არმადებით გაგრძელებული, რომ საკუთარი პრეზიდენტის დაცვა გადაეწყვიტა ამ შეიარაღებულ ძალებს და თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ამერიკელები ესე ლამაზად ჩამოსხდებოდნენ და დავკვირდით ერთ კიდე საინტერესო რამის. არავინ მსხვერპლზე არ საუბრობს. უნაკლოდ ჩატარებული სპეცოპერაცია. ესეთი მაგრები არიან დელტა ფორსები, რომ დელტა ფორსებმა უცებ მოახდინეს ეს, რა ქვია, მადუროს მოტაცება და წაყვანა. ბიჭო, მე არ ვამბობ, რომ დელტა ფორსი და ამერიკული სპეცდანიშნულება და ამერიკის შეიარაღებული ძალები სუსტია და ფორმაში არ არის და არ შეუძლია ოპერაციების ჩატარება, ნუ გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ შეუძლებელია მსგავსი რამე ხალხო. თუ კი ეს ყველაფერი არა, ან თხასავით არა ამადურო გაყიდული, რაც ძალიან მიეჭვება სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ აჩვენეს მადუროს კადრები ბერნიერის სახით, იქ ბრუკლინის ციხეში რო გადაყავდათ, ახალ წელს ულოცავდა პირიქით იქეთ ხალხს, ნუ ჰევიცი დაჭერილის და ნაწამების და ნაწვალების და მოტაცებულის იმას არაფერი არ ეტყობოდა. და ეხლა წარმოიდგინეთ, რომ მთელი ვენესუელას შეიარაღებულ ძალებს, საჰაერო თავდაცვის სისტემას, გამანადგურებელ ავიაციას, სარადარო სისტემას, სამოქალაქო სარადარო სისტემასაც, ფლოტს, ყველაფერს ეძინა. ყველას ეძინა, გავიგეთ. პირად დაცვასაც ეძინა. დედაქალაქის დაცვის გარდა პირად დაცვასაც ეძინა. ამიტომ არავინ არ სვამს იმ კითხვებს, რა კითხვებიც არის დასასმელი.
იყო აქ შეთანხმებით გადაცემა თვითონ მადუროსთან, თვითონ მადუროს ასე რომ ვთქვათ მომხრეებმა გადასცეს და გაყიდეს თუ რაში იყო საქმე. ყველაფერი მიდის ასე რომ ვთქვათ შეთქმულების თეორიის თანახმად. რომელიც შეთქმულების თეორიაც ადასტურებს იმას, რომ ესე იგი მადურო და ტრამპი იყვნენ ერთმანეთში მოლაპარაკებულები, რომ ეს სცენარი გათამაშდებოდა. ასევე ეს ყველაფერი მოლაპარაკებული იყო ვენესუელას თავის პოლიტიკურ ძალასთან, ასევე მოლაპარაკებული იყო რუსეთთან, მოლაპარაკებული იყო იქ მეამბოხე ჯგუფებთან, სამხედროებთან და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ასე ლამაზად შესრულდა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გადაწყვეტილება მიღებული იყო ტრამპს, ვენესუელას და რუსეთს შორის. აქედან გამომდინარე, ახლა რანაირადაც არ უნდა შეხედო ამ ყველაფერს. გინდათ შეთქმულების თეორია დაარქვით. ფაქტია ის, რომ აი ესე ჩვეულებრივად, ასე უმარტივესად მოხდა განეიტრალება ამ სისხლიანი დიქტატორის, ნარკოტერორისტის და პრეზიდენტის. ვიცი, მე არ მჯერა ესეთი რაღაცეების, ამიტომ ვისაც გჯერათ ოფიციალური ვერსიების, როგორი ძლიერი ამერიკული სპეცდანიშნულების რაზმი არის, შეიპარა, მოიპარა, ჩადო გუდაში მადურო თავის სასტავთან ერთად და წამოიყვანა და ჩაიყვანა ნიუ-იორკში. კი ბატონო, მართალი ბრძანდებით, აბა თქვენ იცით. გჯეროდეთ, იყავით ბედნიერად. თავის დროზე მსოფლიოს ახსოვს ესეთი სპეცოპერაციები. რომელიც სპეცოპერაციებიც ჩატარებულა და არდამთავრებულა ასე ლამაზად და ასე თბილად და ასე ტკბილად. იგივე სადამ ჰუსეინის მიმართ რამდენი ხანი ეძებდნენ სადამ ჰუსეინს და უახლესმა გარემოცვამ გაყიდა მერე და როგორ ჩამოახრჩვეს, როგორ იყო ლიბიის მიმართებაში, კი ბატონო, როგორ მოახდინეს სერბეთში თუნდაც გატაცება მინისტრის, მერე მილოშევიჩი როგორ გადასცეს და ესე შემდეგ და არ ხდება ესეთი რაღაცები უსისხლო ტყვის, რაც არ უნდა ძლიერი არმია ყავდეს. არ არსებობს, რომ ამხელა ქვეყნის პრეზიდენტს არ ყავდეს 100-200 ადამიანი ერთგული დაცვა, რომლის სისხლის დაიღურება. ყველა გამყიდველი არ იქნება იქ. მაგრამ ფაქტია, რომ ასე მოხდა. ამიტომ ეს ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს და ბევრ კითხვებს გამოაჩენს მომავალში. ახლა ტრამპი შოუმენია, უყვარს ესეთი რაღაცეები, ესეთი დაბალი ძიშოვკა რაღაცეები, რასაც ახლა მის გვერდზე დევს, მისი ადმინისტრაციაც ესეთი დაბალი დონის ძიშოვკა არის, თუმცა ორიენტირება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც თვითონ მისი და მისი ქვეყნის ინტერესებში არის, იმის დამთმობი არ არის. ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება დაბალი განათლების და კულტურის დონის ადამიანი იყოს, მაგრამ ის რამეს დათმობდეს. ხო, არ ხდება, უჩაგე თანხმები ინდურ კინოშიც არ ხდება ეგეთი რაღაცეები რა. ნამდვილად არ ხდება ეგეთი რაღაცეები ინდურ კინოშიც. სადღაც გამოჟონა ინფორმაციამ, რომ რამოდენიმე ამერიკელი სპეცრაზმელი არისო დაჭრილიო და ამხელა დაბომბვა განახორციელეს. თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტიო დავბომბეთო. აეროპორტები. იმის რა ქვია, უგო ჩავეს გონია საფლავში ჩაუგდეს ბომბი. არავინ არ დაღუპულა. 40 კაცამდეო, მერე ითქვა სადღაც, რომ სადღაც 40 კაცამდე არისო დაღუპული და პრეზიდენტი ჩააგდეს გუდაში, მოიგდეს ზურგზე. და წააბრძიალეს შეერთებულ შტატებში. აღარ მაქვს უკვე იმაზე ლაპარაკი, რა რეაქციები და რა დამოკიდებულება იყო. აქ ახლა რასაც შეიძლება ახლა ჯანსაღი თვალით შეხედო, ყველაზე მეტად სავარაუდო და საფიქრელი არის ის, რომ ვენესუელა თვითონ როგორც ასეთი იყო გაწირული, ისევე როგორც თავის დროზე რუსებმა გაწირეს ლიბია და კადაფი, ამიტომ პირდაპირ იყო ალბათ მოლაპარაკება და დასმული, რომ აირჩიე რომლის ბედიღბალი გინდა, გნებავს სადამ ჰუსეინის, გნებავს კადაფის, თუ არა და შენი ქვეყნის ბედი გადაწყვეტილი არის და გამომდინარე აქედან დანარჩენი აგერ გავითამაშოთ და ყველას ინტერესები მეტნაკლებად იქნება დაცული, სისხლი არ დაიღურება და მოხდა ისეთი რაღაცა.
ყველაზე მეტი ჯანმრთელად საფიქრებელი ესაა, იმიტომ რომ ის რომ მოსვლის დღიდან ამბობდა პირდაპირ ტრამპი რომ შევესიოთ აგერ და ავიღოთ ვენესუელა და ვენესუელას უამრავი ნავთობი გააჩნია და ჩვენ გვჭირდება თვითონ რა უნდა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ და ლაპარაკობდა როგორც თავის საკუთრებაზე არავისთვის გასაკვირი არ იყო ამისთვის ამერიკელები მზად იყვნენ ყოველთვის ახლა მეორე საკითხი და უფრო რთული საკითხი ის იყო რომ ვენესუელასთან უკვე რუსეთს კი არა ჩინეთს ჰქონდა ძალიან კუდები გადაფსკვნილი და ჩინური ინტერესები ძლიერდებოდა სამხრეთ ამერიკაში ამიტომ მეორეს მხრივ უსაფრთხოების მხრივ რა თქმა უნდა ეს ამერიკის ტერიტორია არის მთლიანად დასავლეთ ნახევარსფერო და იქ ჩინეთის გამოჩენა ეგ არავის არ ჭირდებოდა. გაიხსენეთ თუნდაც ესეთი მოვლენები 99 წელს, როდესაც მოხდა ამერიკელები თავის დასავლეთ ნახევარსფეროზე არავის გავლენას არ ითმენენ და მზად არიან ამ ყველაფრისთვის ბირთვული იარაღიც კი გამოიყენონ. ერთადერთი შემთხვევა შეიძლება იქნას ჩათვლილად, როდესაც მათ უბრალოდ ვერ შეძლეს თავისი ინტერესის გატარება, თუმცა მზად იყვნენ ბირთვული ომიც კი დაეწყოთ, ეს იყო კარიბის კრიზისი, როდესაც კუბაში მოხდა გადატრიალება და საბჭოთა კავშირი თავისი მთელი შეიარაღებით, მთელი რესურსებით დაეხმარა მას რა ქვია მაშინ ჩე გევარას და ფიდელ კასტროს და ერთადერთი მომენტი იყო, როდესაც უბრალოდ უკვე იქ ბირთვული სახელმწიფოების ომი მიდიოდა, რაზეც მიხვდა კენედი იყო პრეზიდენტი, მაშინ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ხვდებოდა რომ ეს უბედურება შეიძლება მოხდეს და ამ უბედურებიდან გამომდინარე დათმო კუბა რასაც მოყვა შემდეგ ჩვეულებრივი გამბიტი თურქეთიდან ამერიკული რაკეტების გატანა და იტალიიდან კუბის ანაცვლოდ და დარჩა კუბა კომუნისტური. დანარჩენ შემთხვევაში კიდე ალიენდეს რეჟიმი ყოფილიყო ჩილეში. აი არც ისე შორს ხო 99 წელს პანამას პრეზიდენტის მკვლელობა. ამერიკელები მის ტერიტორიაზე არავის არ ეფერებიან და თავზე ხელს არ უსვამენ. მოქმედებენ პირდაპირ, ესაა ჩვენი ინტერესების ზონა. რაზეც გესაუბრებოდით გუშინ და რაც იყო ეს ამერიკის მეხუთე პრეზიდენტის მონროს დოქტრინა, რომელიც ითვალისწინებს, რომ შეერთებული შტატები სრულად ბატონ პატრონი უნდა იყოს დასავლეთ ნახევარსფეროში და აღმოსავლეთ ნახევარსფეროში არ უნდა ჩაერიოს ევროპელების ინტერესებში და ისინი აქეთ არ უნდა ერეონ. ის რომ ტრამპმა თავისი მოსვლის დღიდან დაიწყო თავის ნახევარსფეროზე გავლენების მოპოვება, ეს არ ახალი არის, ყველა ვინც აკვირდებოდა ამ პროცესს, ჯანსაღად ხედავდა ამ ყველაფერს, რომ მისი მთავარი სფერო პირველი პრეზიდენტობის დროსაც და მეორე პრეზიდენტობის დროსაც ეს იყო შეერთებული შტატები და დასავლეთ ნახევარსფერო, ასევე ჩინეთთან ერთად. ის мотивация, რაც ჰქონდათ ბაიდენის ადმინისტრაციას და სხვებს ევროპა და დემოკრატია და აი ესე შემდეგ ესეთი რაღაცები იმ კლანის ინტერესებში არ იყო, ვინც ტრამპი მოიყვანა თვითონ პრეზიდენტად. ამიტომ ეს რეალიზებადი გახდა. ახლა ყველა სვამს კითხვას. ჩნდება აი მსოფლიო დონეზე ხდება, ეს არა მარტო ჩვენ უბრალო რიგით მოკვდავებს, ყველას გვაქვს უჩნდება ესეთი კითხვა, რომ მათ შორის აგერ გარდიანი წერს აგერ ღიად, რომ ვინ იქნება ტრამპის მომდევნო მსხვერპლი. ვინ იქნება ტრამპის მომდევნო მსხვერპლი? ეს იქნება ირანი თუ დანია. ვინ იქნება? ვის ჩაყლაპავს მომდევნო, ესე რომ ვთქვათ, სამიზნედ ტრამპი. საინტერესო არის ის, რომ ირანი ნაკლებად სავარაუდო არის, ჩემი აზრით, მიუხედავად რომ ისრაელის თავები არის,
ამ ყველაფერში აგერა დანიის მთავრობამ გამოაცხო ოფიციალური პოსტი, უკვე სანამდე ხალხი დაიწყებს ამ ყველაფერზე ლაპარაკს და ასე შემდეგ, აგერა უკვე ხმები რომ დარბის, შემდეგი სამიზნე არის გრენლანდია და მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს თავი შეიკავოს გრენლანდიაში ინტერვენციისგან. მიუხედავად იმისა, რომ დანია ეს არის ნატოს ერთგული წევრი და მოკავშირე, მათ შორის დამფუძნებელიც, რომელიც ასევე ამ ნატოს გარდა შეერთებულ შტატებთან არის კუდებით გადაფსკვნილი და როგორც სადაზვერვო ინფორმაციას ევროპელი ლიდერების მოსმენასთან დაკავშირებით ისე რო იცოდეთ, ხო? დანია უზრუნველყოფდა ამერიკელებისთვის. დანიაში იდგა ის აპარატურა, რომლის საშუალებითაც, როდესაც სკანდალი გახდა, მერკელის მოსმენა და სარკოზის და ამათი მოსმენა როდესაც ხდებოდა. დანია იყო ერთ-ერთი დასაყრდენი ამერიკელების. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ტრამპს თვალი დადგმული აქვს გრენლანდიაზე და გრენლანდიაზე გახსნილი მადიდან გამომდინარე, ყველამ იცის, რომ თუ ამერიკელები ამას მოინდომებენ, ვერავინ მას ხელს ვერ შეუშლის. უბრალოდ დაცვაც კი კუნძულის დაცვაც, ახლა მოქმედი არის, ამერიკელ სამხედროებს ევალებათ. იქ დანიური შეერაღებული ძალები არ მოქმედებს. მოკავშირე არის და მოძმე ამერიკელი სამხედროები იცავენ. აი ეს არის შემოკარგებო საერთოდ ის, როდესაც ესეთი იდიოტიზმი, რომელიც ჯერა ხალხს, რომ დემოკრატია, ნატო, ღირებულებები, მსგავსი რაღაცეები პრაქტიკაში არ მუშაობს. ეს ყველაფერი არის პროპაგანდა. პროპაგანდაა ჩვეულებრივი და აუცილებლად თუ კი მოხდება ის გეგმა, რასაც დონროს გეგმა დაერქვა, ანუ დონალდ ტრამპის, სინამდვილეში ეს არის მონტროს 2-0, ასე რომ ვთქვათ, გაახლებული დოქტრინა, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების გაძლიერებას დასავლეთის ნახევარსფეროზე და ყველა ხედავს, რომ ტრამპი უკვე მოქმედებს ამ დოქტრინიდან გამომდინარე, აუცილებლად მოხდება ეს ყველაფერი და შემდეგი იქნება სამიზნე გრენლანდია, რომელი უზარმაზარი კუნძულიც გააჩნია სოფლიოში ყველაზე დიდი კუნძული არის, ესე ცნობისთვის დანიელებს და ვერ უვლიან, ამიტომ თქვენ ვერ უვლით, თქვენ ვერ იცავთ, დავიცავთ ჩვენ. და ეს საერთოდ მე არ ვიცი რატო უყვირს ადამიანებს, ეს არის ჩვეულებრივი ანგლოსაქსური აზროვნება. საერთოდ ყველა დამპყრობელის აზროვნება არის, მაგრამ ეს ტიპიური ანგლოსაქსონური აზროვნებაა, რომ მიიტაცო ყველაფერი და გქონდეს შენ და არა აქვს მნიშვნელობა ის, შენ გუშინ იყავი მათი მოკავშირე, სანამ იყავი საჭირო, დღეს მადლობა, კარგად ბრძანდებოდე, დღეს აღარ ახარ მოკავშირე და დღეს ხარ მტერი. ხო, ეს საერთოდ პოლიტიკის აქსიომა, რომ ნებისმიერი მოკავშირე, რომელი მოკავშირე შეიძლება იყოს დღეს, ის შეიძლება ხვალ მტერი გაგიხდეს. ამიტომ არ შეიძლება მოკავშირეებზე 100% დაყრდნობა. ყოველთვის უნდა დაიყვნოს შენ თავს. ეს იდეი დებილებს, რომელ დებილებსაც გონიათ, რომ ნატო კვატო არის აშენება და გადარჩენა. იმასაც გეტყვით, რომ შეერთებული შტატები რომ გავიდეს ნატოდან, ამ შემთხვევაში მარტო არ შეიძლება ეს მოხდეს. შეერთებული შტატები შეიძლება ნატოში იყოს და ეს მაინც განხორციელდეს. და ნატოს დოქტრინას არსად არ აქვს გაწერილი, თუ კი ორი ნატოს წევრი ქვეყანა ერთმანეთში ომობს, როგორ უნდა მოხდეს მათი გაზავება. რაც ეს ზედაპირულ დონეზე კი ბატონო არის, რომ უნდა იქნას გამოყენებული მექანიზმები, ძალთა დაშორიშორებით, არსებობს პრაქტიკაც. ეს პრაქტიკა იყო სხვათა შორის კვიპროსზე. ნატოს წევრი თურქეთი და ნატოს წევრი საბერძნეთი ომობდა ჩვეულებრივად ერთმანეთში და იქ
ბრიტანეთი გამოჩნდა იმათ რა ქვია თავისი სამხედრო ბაზიდან გამომდინარე და თავისი ინტერესებიდან გამომდინარე გამზავებლად თუ არა ისინი არავის არ გაუზავებია არც ითვალისწინებს ამას წესდება აქედან გამომდინარე ნატოში იქნება თუ არა შეერთებული შტატები აუცილებლად მიიტაცებს გრენლანდიას ეს არის დროის საკითხი და ყველა გრძნობს ამ ყველაფერს ყველა ნორმალური ანალიტიკოსი ამ ყველაფერს ხედავს და ასევე სხვათა შორის ამერიკელების თვითონ აი ამ ქმედებაზე დაწერეს ღიად მსოფლიოს ცნობილმა ექსპერტებმა და თქვეს ესეთი რაღაცა ბიჭო როგორ შეიძლება გააკეთო ის რისი არანაირი კანონით უფლება არ გაგაჩნია ანუ მიაფუთხო სრულიად საერთაშორისო სამართალს და ამ საერთაშორისო სამართალზე მიფურთხებით შენ რადგანაც ძლიერი ხარ ეს გააკეთო მაშინ რა იქნება იმ შემთხვევაში ყველას რომ ამ კითხვას თუ კი ჩინეთი მსგავს სპეცოპერაციას ჩაატარებს და ტაივანის პრეზიდენტს გაიტაცებს რა იქნება ამ შემთხვევაში რატო არ შეიძლება ჩინეთს კონდეს იმის უფლება მით უმეტეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე კი არა თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე სადაც სეპარატისტული ხელისუფლება არის და ერთიანი ჩინეთის ფარგლებში ჩინეთის განუყოფელ ნაწილად არის ტაივანი შეფასებული და ყველა ასე თვლის მათ შორის შეერთებული შტატებიც ჩინეთის ნაწილად ჩაატარებს იგივე სიტუაციას ვინ დასჯის ჩინეთს ელემენტარული კითხვა ვერავინ იგივე კითხვა ჩნდება რა იქნება ასეთ შემთხვევაში თუ კი რუსეთი უკრაინის ხელისუფლებას დაბომბავს ან გაიტაცებს ან იმიტომ რომ აქ ამის ძალა და რატო არ აკეთებს რუსეთი ამდენი ხანი და რატო არ ანადგურებს მოწინააღმდეგე ახლა გამოვლიან რომ ვიცი ეს ბრძენები გამოვლიან და იტყვიან რომ რუსები ბანძები არიან ისეთი სპეცრაზმი არ აყავთ აი მაგალითია ჩვენ აი სპეცრაზმი არ აყავთ დაზვერვა არ აყავთ და რაკეტები არ აყავთ სადა რომელ შტაბში არიან და სად გადაადგილდებიან ეს ზელენსკი და მისი გარემოცვა არ შეუძლიათ რაკეტები დაარტყან და გაანადგურო ახლა ეთყობა ის ჩიპები არ აქვთ არც მაგის მაგრამ ნორმალური ხალხი ნორმალურად აზროვნებს ვინ შეაკავებს ამ ყველაფერს ეს იმას ნიშნავს რომ სოფლიო პრეცედენტის ბესპრედელს ასე რომ ვთქვათ ხელს უწყობს შეერთებული შტატები როგორც ყოველთვის იმიტომ რომ რაც არ უნდა ილაპარაკონ ამერიკელებმა დემოკრატიაზე რაც არ უნდა დემოკრატიული და ეს წარმოაჩინონ სოფლიოში არსებობს ანალოგია ქვეყნის როგორც არის შეერთებული შტატები, რომელსაც სულ ფეხებზე კიდია საერთაშორისო სამართალი. საერთოდ არ აინტერესებს. თუ მის ინტერესები არის გასატარებელი, სულ ფეხებზე იკიდებს. აი ეს თუნდაც აი ჩვენი ასე რომ ვთქვათ, თაობაშიც კი ეს კარგად ჩანს. ეს იყო შეჭრა იუგოსლავიაში, ეს იყო შეჭრა ერაყში, ეს იყო შეჭრა ლიბიაში, საერთოდ მისი არსებობის მანძილზე რაც 250 წლისაა მე მგონი შეერთებული შტატები და 19 წელი იყო ისეთი, როდესაც არ ომობდა. და აქედან 99.9% ყველა ომები იყო მის საზღვრებს გარეთ. ახლა ეს დავით უკვე ეს ტექნიკური მიზეზი ისა პირობა არის თუ როგორ მოახერხონ ეს ყველაფერი. ჩემოძმაო რატო ვერ უვლის, აი მე გეტყვი, აი კითხვა არის რომ რატო ვერ უვლის დანია გრენლანდიას. მოვლა ის არ არის მარტო შენ შემადგენლობაში იყო. შენ შემოდგენლობაში იყოს ტერიტორია, რომელიც 10-ჯერ და 20-ჯერ მეტი დიდია ვიდრე დანია, იმას სჭირდება დაცვა. და დანიას არ აქვს არანაირი სამხედრო რესურსი, რომ დაიცვას. ახლა არ არის ეს ვიკინგების პერიოდი, როდესაც მოხდა იმის ათვისება. და
ვინც იცავს შემოძმაო იმ ტერიტორიას სინამდვილეში ამერიკული სამხედრო ბაზები არის იქ განთავსებული, ის მიითვისებს იმ ტერიტორიას. და აღარა იმაზე საუბარი უკვე თვითონ იმის გრენლანდიის მოსახლეობას, რასაც უკეთებდა დანია. და დანიელები. დანიის მთავრობა. შეიძლება ბევრისთვის უცნობი არის ეს ფაქტი, მაგრამ ვინც დაინტერესებულია ძალიან კარგად იცის, რომ იმისთვის რომ ადგილობრივი მოსახლეობა, ვინც ცხოვრობენ იქ, არ გამრავლებულიყო. დანიის მთავრობა რას აკეთებდა, იცით? ვითომ დანიაში სასწავლებლად და განვითარებისთვის მიყავდა ბავშვები, სინამდვილეში უდგამდნენ ქალებს, ხელოვნურ სპირალებს, რომ შვილი არ გაჩენოდათ. ეს არ იყო ერთეული და ორეული შემთხვევა. ეს იყო ათასობით შემთხვევა. რომ ადგილობრივი მოსახლეობა იქ არ გამრავლებულიყო. ძალიან კარგად იციან ადგილობრივი მოსახლეობა. წაიკითხეთ თუ ვინმეს გაინტერესებთ. ახლა ისლანდია თავისი დამოუკიდებელი ქვეყანაა, კაცო და თავისთვისა. ახლა ისლანდია სახელმწიფოა გრენლანდიიდან განსხვავებით. რატო ვაკრიტიკებ მსოფლიო ბეზპრიდელში? მე საერთოდ იმპერიები არ მევასება და ახვარი იმპერია არის და აპარა უქნა შენჭირიმე შენგენაცვალ და ღმერთო დაალოცე ეს ტრამპი და ვიცი ჩვენთან ისინი არიან, რა ქვია, ტრამპის ქრისტიანობაზე რო იმეშვებოდნენ. რატო ვაკრიტიკებ? ბეზპრიდელია, დამყრობელია და არ მევასება, დამყრობელი ახვარი ქვეყანა. ხო. აქედან გამომდინარე არის ეს ყველაფერი და ძალიან მაგრად ირევა მსოფლიო წესრიგი. ყველაფერი ეს დაწყებული არის ამერიკელების თავის დროზე, სხვათა შორის ჩვენ დებილებს ხო ვერაფერს ვერ გააგებიებ. კოსოვოს პრეცედენტმა, როდესაც დაიწყო ტერიტორიების რღვევა, რომელსაც ჰელსინკის ხელშეკრულება გარანტიას უკეთებდა, რომ ტერიტორიების რღვევა არ შეიძლებოდა, დაიწყო შეერთებულმა შტატებმა კოსოვოს პრეცედენტით. აი მაგის გამო მოხდა მერე აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება და მაგის გამო ხდება უკრაინაში იმ ტერიტორიების მიტაცება და აღიარება, რაც დაიწყო შეერთებულმა შტატებმა იუგოსლავიაში. და ვინ გითხრა ჯერ ერთი ნავთობის საბადო არა საქართველოში. საქართველოში ძალიან ბევრი ნავთობი არის. და ის უკვე ეკუთვნის ამერიკის შეერთებულ შტატებს. კონკრეტულად კომპანია ფრონტერას. მაგრამ არც თვითონ იპოვებს და არც ხოს აპოვებიებს ის ცნობისთვის. ნუ რა ვიცი, შემოძმაო, ახლა დანია თუ ვერ უვლის გრენლანდიას, მაშინ სწორი ყოფილა რო იტაცებს. ხო, ბუნება მასია, ველური ბუნება, მასია. ხო, ეს არ ვიცი, ახლა საერთაშორისო სამართალში როგორ ჯდება, შენ თუ ვერ უვლის შენ ტერიტორიას მოვა და სხვა მიიერთებს, მაგრამ ელემენტარულად ჯუნგლის კანონი რო არის მსოფლიოში, ეს არ ახალი არ უნდა იყოს. ჩვენ ქვეყანას თუ ვერ მოუვლით, მოვა სხვა და მოუვლის. ხო. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ მომავალი ფაქტია ის, რომ არსებული მსოფლიო წესრიგი, რომელიც წესრიგიც არსებობდა, დიდი ხანია მორყეულია, ირღვევა, აღარა აქვს, არც იმ გაეროს აღარა აქვს თავისი ძალა, არც იმ ეუთოს აღარა აქვს თავისი ძალა, არც ევროკავშირს აღარა აქვს უკვე ის ძალა, რაც ჩანდა. შეერთებული შტატები თუ გამოვა ნატოდან, ნატოს უბრალოდ ეს იქნება, რა ვიცი, ხუხულა და სისულელია შეერთებული შტატების გარეშე იქნას დაცული ევროპის თეატრი, ეს ყოველნაირი აბსურდი არის. შეერთებულ შტატებს კიდე სადაც თავისი ინტერესები გააჩნიათ, ეს არის თავისი ტერიტორია და წყნარი ოკეანის და ინდოეთის ოკეანის ტერიტორია, ოკეანეთის ქვეყნები, იქ უკვე შექმნილი აქვს ახალი სამხედრო
გაერთიანება, რომელზეც ნატო თავისთავად არ ვრცელდებოდა, ამ გაერთიანებას ქვია AUKUS-ი, გაერთიანებული არის ანგლო-საქსონური ქვეყნები, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია. ეს ქვეყნები. მისი ინტერესების დაცვა საითაც გადაწევს მის ინტერესებს შეერთებული შტატები, იქ უკვე აქვს შექმნილი ეს არა დიდი ხნის შექმნილი ეს სამხედრო ბლოკი, მაგრამ შექმნილი. რაში ჭირდება ახლა ორი სამხედრო ბლოკი? მით ევროპელებო თქვენ ურთქვით თავი ერთმანეთს. ახლა ვინმეს თუ გონია რომ დემოკრატიის გულისთვის თავს მოიკლავს, ძალიან შემცდა რა, კიდე ერთხელ გამოჩნდება. არ ვაგინებ ახლა, ყოველთვის კი არა ვარ. ერთი და იგივე ხასიათზე. ხო, აი ამაში არის საქმე და დანარჩენი იქ დეტალები ქვეყანას ვინ გამართავს, როგორ გაიმართება, ეს ტექნიკური საკითხია. პრეზიდენტი გაიტაცეს, იქ დარჩენილები ვინც არიან, ხმა საერთოდ არ იღებენ. ძალიან გემრიელად მიდის მადუროს გარეშე ცხოვრება იქ. ხალი არის პრეზიდენტი, ჩვენ ქვეყანას მივხედავთო, შეუთვალა ამან. არანაირი პრობლემა არაო, ვენესუელას ჩვენ გავმართავთო აქედან. თუ იქ თავისი ხალხი არ უზის, როგორ გამართავს. პრეზიდენტი მოიტაცა და წაიყვანა. ელემენტარული. ახლა ვაგერო შეერთებული შტატები უკვე ჩვენ კომპანიებს გავაგზავნითო და დაიწყებსო მოპოვებასო იმაშიო რა ქვიაო. ნავთობის მოპოვებასო ვენესუელაშიო და წავა რა ეს ქვეყანებიო ასეო. საქართველოს რა ქნას? საქართველოს უნდა მიხედოს და უნდა მოუაროს თავის თავს. საქართველოს უნდა მიხედოს თავის თავს. თავის ბოსტანი უნდა დახნას და დათესოს. იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ჯარისკაცი არ ჩამოვა და არ იომებს, ისე როგორც არ ომობს უკრაინაში. საქართველოს კიდევ ვერასდროს ვერ გახდება ნატოს წევრი. ნატო აღარ იარსებებს. შეერთებული შტატები თუ გავა ნატოდან. იქ იმათ ევროპელებს თავისად კი ვარი აქვთ ბალტიისპირეთის ქვეყნები, დაწყებული ფინეთიდან და სკანდინავიის ქვეყნები ცდილობენ რომ შექმნან პილსუდსკის ოცნება აღადგინონ რომ შექმნან ახალი სამხედრო ბლოკის გაერთიანება, სადაც შევა ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, სლოვაკეთი და ეს ქვეყნები, მაგრამ სლოვაკეთი და უნგრეთი იქ შემცვლელი არ არის. და ჩაითრიონ ამ ყველაფერში ასევე ფინეთი, შვედეთი და ეს იყოს აღმოსავლეთის ბლოკი და ჩრდილო-აღმოსავლეთის სამხედრო ბლოკი, იმიტომ რომ ბოროტი რუსეთი არ შემოიჭრეს. ბრიტანელებს დიდი ხნის წინ ჰქონდათ მინი ნატოს გეგმა, რომელიც დასავლეთ ევროპის ძირითადი ქვეყნების გაერთიანებას წარმოადგენდა და ითვალისწინებდა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის და გერმანიის გაერთიანებას და დანარჩენი ქვეყნები ჩვენ არ გვაინტერესებს. საკუთარი თავის უზრუნველყოფისთვის. ქალბატონო, საქართველოს იყო თავის დროზე ODKB-ში. იყო საქართველოს ODKB-ში, მაგრამ ODKB-მ საქართველოს არაფერი არ გაუკეთა და არ მოუტანა. ისევე როგორც SNG-მ. ამიტომ საქმე ის კი არა, საქართველოს ODKB-ში იქნება თუ სად იქნება, პირველ რიგში უნდა იყოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და მე არ ვთვლი და არ მემაჩნია, რომ როგორც საქართველოს არ უნდა იყოს გაერთიანებული ნატოში, ისე არ უნდა იყოს ODKB-ში გაერთიანებული. არ არის ეს ჩვენი საქმე, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტერიტორია, ჩვენი ქვეყანა არის დასაცავი და უნდა ქართველის გარდა ამ ტერიტორიას არავინ არ დაიცავს. დანარჩენი ჯერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები მოვაგვაროთ იმ ხალხთან ერთად, ვინც ცხოვრობს იმ ტერიტორიებზე. როგორი სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება და რანაირი უნდა იყოს ეს ქვეყანა, ჯერ იმაზე ჩამოყალიბდეთ და შევქმნათ. როგორი მმართველობის ფორმა უნდა გქონდეს, მოდი ამაზეც შევთანხმდეთ. მოდი მოვიშოროთ ყველა ის დამნაშავე და ის ნაზირალა ვირთხა ივანიშვილის და მთელი ნაცკოცების თამადობით, რომლებიც სისხლს სწოვენ ამ ქვეყანას და მერე ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელი არის ჩვენთვის უკეთესი. არ არის საქართველოს არც შემდგარი სახელმწიფოა, არც შემდგარი პოლიტიკური ძალა მართავს ამ ქვეყანას და არც შემდგარი საზოგადოება არ არის.
ეს არის დაავადებული, ტრავმირებული, ავადმყოფი ხალხის მიერ, ეგზალტირებული ბრბოს მიერ, ლოცვაზე გადასული, ეს რა ქვია, პოლიტიკა, რომელიც აბსოლუტურად ყალბია ეს ლოცვაც. ღმერთმა დალოცოს ბატონო ბიძინა. აი ამ საზოგადოებას რა უნდა ელაპარაკო? ეხლა ესეთი საზოგადოება გეოპოლიტიკურ საკითხებს გადაწყვეტავს ODKB-ში იყოს თუ ნატოში იყოს? ის ვერ გამოგვიძიებია 30 წლის წინ ვინ მოგვიკლა პრეზიდენტი? ვინ მოგვიკლა პრეზიდენტი? ვიცით ყველა დასავლეთისთვის მიუღებელი იყო, რუსებისთვის მიუღებელი იყო, თუმცა რუსეთი თვითონ დასავლეთის მონა იყო და ვასალი იყო მაშინ. ყველასთვის მიუღებელი იყო. რაში ვარ ჩვენ, რაში ვარ ჩვენ ეს შემდგარი სახელმწიფო? ამაშია მთელი უბედურება. არ შემდგარი სახელმწიფო არის, არ შემდგარი კაცუნების და ქალუნების ხელში. რომლებსაც ერთადერთი რაც შეუძლია გითხრას, ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა. არ მოგტაცოს ვინმე ბიძინე. შავი ქორის დესანტი არ გადმოისხას საქართველოში და არ წაიყვანოს ბიძინე. არ უნდათ ბიძინე იქ. ბიძინეს შეიძლება კადაფის ბედი აკიდონ. მადუროს ბედს არავინ არ არგებს. და არც ამ ფორმებით. ასია ეს. მოკლედ ამ დროებაში, რომელ დროებაშიც არის, როგორ გითხრათ, იცით, არის კატასტროფული მდგომარეობა მსოფლიო საზოგადოების, აზროვნება. აი ამ მდგომარეობაში ყველაფერს ცუდს უნდა ელოდე, იმიტომ შტერის ხელში ძალაუფლება ძალიან ცუდია. იმიტომ შტერის და ნახევრად შტერი რო ქვია რა, იმიტომ რომ ჭკვიან ადამიანთან მოილაპარაკე. ახლა შტერს ან მოატყუებ, ან შეაშინებ. ნახევრად შტერი და ნახევრად ჭკვიანი როა, როგორც კოცები არიან, ამათან ძნელია. ამათი არც მოტყუება ხდება. ამათმა სიტყვის ფასი არ იციან. ამათ სინდისი არ აქვთ, ნამუსი არ აქვთ და არც აქეთ არიან და არც იქეთ არიან და ესეთი ხალხის ხელში ეკვეყარ. ჯონი, შენ შემოგევლე ჩემო ძმაო, რო იძახი ნატოს გარეშეო რუსეთი შეგჭამსო და გაგვანადგურებსო. გამაგები ერთი რაში გიცავს ეს ნატო, ან რაში დაგიცვა აქამდე. რა იყო თქვენ კაი ხალხო, რაღაცა მეზობლის ძაღლზე ხوار ლაპარაკობთ, სამშობლოზე ლაპარაკობთ. რა გაგიკეთა ამ ნატომ ამნაირი, რისგან დაგიცვა, როდის დაგიცვა, ან რაში გეხმარება ამნაირში. აგერა უკრაინა. რას უშვება უკრაინას? ნატოს გარდა ნორმანდიის ფორმატი იქა, ნატოს გარდა ის მსურველთა კოალიცია იქა, თუ ვინმე რუსოფობია ყველა იქა, მთელი ბალტიისპირეთი იქა, 50 ქვეყანა იქა. რა ხდება? არ ჭამს, ვერ ჭამს, ვერ გლიჯავს. დასაგლეჯად არ უნდა გაიხატო თავი. თორემ ვერავინ დაგიცავ შენ მეზობლიდან. და საერთოდ კიდე იცით, ერთი ის სიბრიყვე, როდესაც ჩვენ საქართველო ევროპა და ჩვენ ევროატლანტიკური ვეშვით ამ იდიოტიზმს. არ არის ჩემო კარგებო საქართველო გეოგრაფიული ევროპა. არ არის. არა ვართ ჩვენ გეოგრაფიული ევროპის წევრი და საერთოდ გეოგრაფია ბევრ რამეს წყვეტს. წყვეტ და ყოველთვის და გადაწყვეტს მომავალში. სანამდე შენი მოკავშირეები მოვლიან ოკეანის გაღმიდან საშველად, მანამდე რუსი შეგჭამს, იმიტომ რომ შენი მეზობელია. და არავინჯერ შენი გულისთვის მომსვლელი არ იქნება. ისევე როგორც სანამ რუსები მივლიან საშველად, მადუროს საშველად, იქ მანამდე შეერთებული შტატები შეჭამს. ასე იყო ისტორიულად. რატო გახდა, რატო დაეცა სიტყვაზე, შორს რო არ წახვიდე ადამიანმა ელემენტარული გაიხსენო, ხო? მთელი ევროპა იყო გაერთიანებული.
მთელი ევროპა იყო გაერთიანებული ჯვაროსნულ ლაშქრობებში. რატო მოხდა საბოლოო ჯამში, რატო დამარცხდა? აი რატო დამარცხდა? კი, ბევრი ფაქტორი იყო, ბევრი მიზეზი იყო. იმიტომ რომ იმ პერიოდში მთელი აი დასავლეთ ევროპა უნდა წამოსულიყო გემებით, ცხენით, იმით, ამით და უნდა ჩამოსულიყო სად? ახლო აღმოსავლეთში. და იქ მერე უნდა ებრძოლა და ეომა. ამ გეოგრაფიას ვერავინ ვერ შეცვლიდა. ისევე როგორც არაბები ვერ გაბატონდნენ. ვერანაირად ვერ გაბატონდნენ საფრანგეთში. სადამდე შეეძლოთ ესპანეთის ნახევარი დაპყრობილი ქონდათ. გეოგრაფია იყო, შორსი იყო. ისევე როგორც თურქები ვერ გაბატონდნენ სიღრმისეულად ევროპაში. და იძულებული გახდნენ ვენის ალყის მაქსიმალურად ვენის ალყის მოხსნა იყო. იგივე მომენტი, როდესაც მონღოლებმა გადაუარეს ყველაფერს თავზე რა, მაგრამ დასავლეთ ევროპა გადარჩა. შორი იყო და მეტი ლაშქრობით უკან აღარ მობრუნებულან ისინი. და გერმანიის ნაწილს შეეყოდა პოლონეთს და უნგრეთს და ამერიკას, აღმოსავლეთ ევროპას. გეოგრაფია ქვია ამას. ამიტომ რომელ გეოგრაფიაშიც იმყოფები და რა გეოგრაფიაშიც იმყოფები და რა მეზობლებიც გყავს და ვინ მეზობლებიც გყავს, იქ უნდა ეძებო შენი უსაფრთხოების და შენი ეკონომიკური განვითარების საშუალება. აი ამის უზრუნველყოფას რომ მოახერხებ, არ იქნები ეფემერულად ჩამოკიდებული რაღაცა იდიოტურ აზროვნებაზე. აი ასეთ შემთხვევაში მე შეიძლება დაიწყოს ქვეყნის ჯერ განადგურების პროცესის შეჩერება და მე განვითარება. ამაზე საქართველოს არ ფიქრობს. ამათ ყავთ წმინდა ბიზინა, ის აკურთხებს და ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია ბიზინა არ მეიტაცოს ტრამპმა, ნუ გეშინიათ არ მეიტაცებს. ბიზინა შეიძლება კადაფის ბედი ქონდეს. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს მაგის. პირველი თავისიანები ჩაქოლავენ ისე რომ იცოდეს. კი. იმიტომ კარგად იცის კობახიძემ და მდინარაძემ მის წინამორბედებს რა უკნა. 2008 წელს შემოძმაო 2008 წელს ბევრი ფაქტორი ემთხვეოდა მაგომში. 2008 წლის მაისში ყველამ კარგად იცოდა რომ 2008 წლის შემოდგომაზე აუცილებლად იქნებოდა კატასტროფული კრიზისი. ჯერ რა კრიზისი იყო მაგრამ. ამიტომ 2008 წელს ომმა და ტერიტორიების გაყიდვა შეანარჩუნებია სააკაშვილს 4 წლით კიდე ძალაუფლება. იმიტომ რომ იმ ეკონომიკურ კრიზისს ის ხუხულა, რასაც ნაცები გადარჩენას და ეკონომიკურ წინსვლას ეძახდნენ, ვერანაირად ვერ მოახერხებდნენ. იმიტომ ის 4 მილიარდი, რაც ნაწილი სესხად, ნაწილი გრანტად მიიღეს იმ კრიზისის დროს, ქართული მიწების გაყიდვის ხარჯზე შეინარჩუნეს. თუ არა, მთლიანად ჩამოექცეოდა, სრული ინფლაცია მოხდებოდა, მთლიანად ვალებში იყო ქვეყანა ჩავარდნილი და დედა ეტირებოდა, თუნდაც გაყიდეს ტერიტორიები. იმისთვის რომ კიდე 4 წელი შეინარჩუნებიათ და რუსეთი ოკუპანტია და მტერია რუსეთი ოკუპანტი რო არის და დამპყრობელი როაც თელმო მსოფლიო მიწის. ახლა დაგჭირდა ამის ახსნა? ანუ ერთ-ერთი მიზეზი ყველაფერთან ერთად. ზუსტად ეგ იყო. 2008 წლის დამდეგი კრიზისისგან თავის დასაცავად ეს ტერიტორიები გაყიდეს, ეს ფული ჩაიდეს და შეინარჩუნეს ძალაუფლება. ახლა ამერიკელებს ყველაფერი აწყობდა, შემოძმაო ახლა ამერიკელებს და ბრიტანეთს განსაკუთრებით აწყობდა ის, რომ საქართველო და რუსეთი ერთმანეთს გადაკიდებოდა მაქსიმალურად. და არა მარტო ბრიტანეთს აწყობდა, ყველა ქვეყანას აწყობდა, მაგ ქართველის გარდა, ჩვენს გარდა. იმიტომ რომ საქართველო რუსეთს ვერ გაანადგურებს და ვერ დააქცევს და ჩვენი ქვეყანა კი მივიდა განადგურების პირზე ამ დაპირისპირებების და ამ მუდმივი არასტაბილურობის და დაპყრობების და დაბომბების და უბედურების გამო. კი ბატონო. ფულის გამო მოხდა, გრანტის გამო მოხდა 2008 წლის ომი. 4 მილიარდ ნახევრად გაიყიდა საქართველო. მაშინ. ეს პირდაპირ მოცემული რაც იყო და თქვენ რო ნახოთ სოროსის ფონდის
დაფინანსება 2008 წელს ომის შემდეგ საქართველოში არის გაათამაგებული თუ არა გაასმაგებული. ესეც ყველაფერი მოლაპარაკებაში იყო. ასე მოთხოვენ იმ უკრაინასაც აბსოლუტურად ყველა ადრე თუ გვიან იმას რა ქვია თავის ვალებს. ასე მოთხოვენ. და ტერიტორიებით მოხდება რეპარაცია. ნახა შემოძმაო ისე ვერ დააჯერებ ნაცებს მაგას როგორც ქოცებს ვერ დააჯერებ რომ ბიძინა წმინდანი არა. ვერ დააჯერებ. იმიტომ რომ შესაძლებელი ყოფილა 21 საუკუნეში ადამიანის ზომბირება. და არა მარტო ნაცქოცის დონეზე ამ სოფლიოს აჯერებენ აგერ ხო ხედავ რომ როგორი სპეცოპერაცია ჩაატარა დელტა ფორსმა. და რა მაგრები არიან. ასეთ ოპერაციებს თავის დროზე მოსადი ატარებდა. მაგრამ მოსადი პრეზიდენტებზე არ ნადირობდა. მოსადი ნადირობდა იმაზე, რა ქვია, ნაცის დამნაშავეებზე და ვინც მოყავდათ, ეხმან წამოიყვანეს და იქ სასამართლო მოუწყვეს და ვისაც ვერა ადგილზე კლავდნენ. გრძელი ხელის პოლიტიკა ერქვა ამას. არ ვიცი, შესაძლებელია რომელიღაცა ჭყ კლასის რომელიღაცა ქვეყანაზე გააკეთო ესეთი რაღაცა, გაუსამართლო პრეზიდენტი და დაუჭირო, მაგრამ არაფრით არ შეიძლება დაიჯეროს ადამიანმა, რომ ვენესუელა, რომელიც ამხელა უზარმაზარი ქვეყანაა და როცა ამხელა შეიარაღებას ფლობს და ასეთი გამოცდილი არმია გააჩნია და ესეთი რეჟიმი და ესეთი სიტუაცია არის იქ თუ ეს მოლაპარაკებული არ იქნა, ან ტოტალური ღალატი თუ არ იქნა, ორიდან ერთ-ერთი. და დააკვირდით საინტერესო მომენტი რა არის იქ. ვენესუელაში ჯერჯერობით არაა საუბარი რეჟიმის ცვლაზე. ანუ ის რეჟიმი რაც იყო, ის უნდა გაგრძელდეს. თავარი ამერიკელები შევიდნენ და ნავთობი გამოწოვონ იქედან. ამერიკელები ცდილობდნენ იქ თავისი კაცის დასმას, ერთხელ, ორჯერ, არეულობითაც, არჩევნებითაც, არ გამოვიდა. ასიზამ შემოძმაო ახლა ეგ ბავშვები რო არიან დაღუპულები, ეგ ბავშვები რო არიან დაღუპულები, მარტოშობლების ბრალი არა, სისტემის ბრალია. ეგ ბავშვები, რომლებიც ენაზე აქვს წამოგებული და აკაცუკოს და აკაცოს ივანიშვილის განათლების სისტემამ დაანგრია და გაანადგურა მათი ცნობიერება. მათი წყალობა არის, რომ ასეთი პროდუქტი მიიღეს. გამოურეცხეს ტვინები და ესეთი პროდუქტი მივიღეთ. რომლისთვისაც პატრიოტიზმი არის ნატოში გინდა? ევროპაში გინდა? всё, მორჩა პატრიოტი ხარ. აი, ესაზროვნება. აბა რუსეთი გინდა? რუსეთმა მოგიკლა ისა რა ქვია, გამსახურდია. რუსეთმა წაგართვა ტერიტორიები, რუსეთმა ის კი აბა შენ კითხვას ვამ? აზრი არ აქვს იმას რომ ელაბარაკო. როგორც მიშიშს არ აქვს აზრი, ისე იმ ლაწირაკის ტვინშიც არაფერი. საცოდავია ეს ხალხი. ხო და შემოძმაო, წეხამ საუბრობდით ერთ რაღაცას. სამყარო ყოველთვის იყო ველური ბუნება. ველური ბუნებაა ეს. და ადამიანი ცხოველზე მეტი მტაცებელი თუ არის, თუ არა ნაკლები არ არის. ეს საერთაშორისო სამართლები და ესეთი რაღაცები იდიოტიზმი რო არის, ამას მსოფლიო პოლიტიკა კარგად აჩვენებს. ასეთ დროს უნდა იყო რაც შეიძლება პატარა ქვეყანა, რაც შეიძლება მეტი ნაკითხი უნდა იყო, მეტი განათლება უნდა ჰქონდეს, შენი წარსული ზეპირად უნდა ჰქონდეს შესწავლილი, გააზრებული უნდა ჰქონდეს და მოტივირებული უნდა იყო და უნდა იყოს ორიენტირებული ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე საკუთარი სამშობლოს დაცვაზე. როდესაც დღევანდელ რეალობაში საზოგადოება ტოტალურად გაუნათლებელი და ბნელია. ტოტალურად.
როდესაც ერთობაზე და ერთიანად სამშობლოს დაცვაზე კი არა დაყოფილია მიშისტებად, ბიძინისტებად, გირჩებად, შიგევროპელებად, რუსეთუმეებად, ამათ. თქვენ გაიხალხო. ასეთ ქვეყანას ველურ ბუნებაში არსებობის შანსი აქვს? არა აქვს. არის შემოსო. სოსოია მანჯავიძეების და მსგავსი ბიუნაგავი მოღალატეების აზრი და ანალიზი მე არ მაინტერესებს. ეგენი არის ყველა აგენტურა, როცა ეტყვიან ამას იტყვის, როცა ეტყვიან იმას იტყვის. წევიდენ ახლა დეიკაუნ კელაპტრები და ილუცონ ბიძინა ივანიშვილზე და ამაზე. გიხვეწეთ რა გულისამრევ ადამიანებზე ნუ ლაპარაკობთ. აზრი არა აქვს რა, იმიტომ რომ ეს ადამიანები თავის აზრს რო გამოხატავდნენ, თუნდაც მცდარი იყოს, მაგრამ თავისი იყოს. დაელაპარაკება ადამიანი და რაღაცას აუხსნის, ხო? ან იმისგან მოისმენს. როდესაც ეს ხალხი დაწერილს მოქმედებს, აზრი არა აქვს ამ ყველაფერს. იმიტომ ხვალ იმას სხვა რაღაცას დაუწერენ და იმას გეტყვის და მის აზრს ის ვერასდროს ვერ გამოხატავს, იმიტომ რომ კრუჩოკზეა, ზოგი დავერბოვკებულია, ზოგი პირდაპირ თანამშრომელია, ზოგი ასეა, ზოგი ისეა და აი ესეთი საზოგადოება და ესეთი ქვეყანა არ აქვს გადარჩენის შანსი. არ აქვს. აი, იმ დროს რუსეთი იყო დამპყრობელი, თურქეთი იყო დამპყრობელი. ირანთან დაკავშირებით მოდით ცალკე ვისაუბროთ, არა ეს სხვა თემა არის და ძალიან საინტერესო არის ეგ საკითხი, მაგრამ მე არ მგონია ირანში აიათოლების რეჟიმს რამე დაემუქროს. თუმცა უნდა ვილაპარაკო ერთი ახლობელი ადამიანი ცხოვრობს ირანში და მაინტერესებს ადგილზე რა ხდება სინამდვილეში, მოვისმინო, ამიტომ ასე ჰაიჰარალეზე სალაპარაკო თემა ეგ არ არის. და მე ვილაპარაკოთ მაგაზე. კი ბატონო, ფულმა დაღუპა ქართველიერი. და როგორ გვყარებია ჩვენი რუსები გვიპყრობდნენ, თურქები გვიპყრობდნენ, სპარსელები. ახლა ელემენტარულს გეკითხებით. ახლა ხო არც რუსეთს ყავხარ დაპყრობილი, არც თურქებს, ყოველ შემთხვევაში არაოკუპირებული ნაწილი. როგორ გვყარებია ჩვენი ქვეყანა, ჩვენ? მასას როგორ გვყარებია? აბსოლუტური უმრავლესობა ეგ პოლიტიკოსები, ცნობადი სახეები, ყველა მოღალატეები ხო ყოფილან. ვასაზე მამიჩემის მამასთან მოსკოვში აგდია და ამ რთულ მომენტში ლექციებს ატარებს თუ როგორი ცუდი არის სუფრაზე სმა. აი იქ არის ვასაცი. მაგის დროა ბიჭო? რო გკითხოს ადამიანი. მაგის დრო არის? ამ ხელა არაბების ურდო შემოდის. მიწები იყიდა და ეს ზის და მონოტონური ხმით. აი როგორი ცუდი არის სასმელის ზედმეტი დალევა თურმე ქართველებისთვის. უნდა აფურთხო სახეში და უნდა აგინო და უნდა ამხო თავზე ყველაფერი. რომ ეს ნებისმიერ თემაზე ილაპარაკო, ნებისმიერ რამეთ გამოაცხადოს თავი რაზმე ეროვნულები. და ეგ ნაგავი რო ზვიად გამსახურდიაზე და მერაბ კოსტავაზე და ნუ ზვიადზე თქვა ძირითადად და ემაზე რა ქვია. და ემაზე იმ ხალხზე ქალებზე ქალებმა დაღუპეს ზვიადი და ეგეთი რაღაცები. აი ესეთ ადამიანს საერთოდ ძაღლის გაგდებულ საერთოდ როგორ უნდა უსმენდეს საზოგადოება. რა კიდე ზომბირებულია ხალხი. აჰა. ხენა ყოფით შეიცნობა და დაიმახსოვრეთ ეს როცა ქვეყანას უჭირს ლოთობის პრობლემა ყოფილა საზოგადოებაში. კარგი შემოკარგება დაგემშვიდობებით. განარჩენზე ირანის საკითხთან დაკავშირებით ზუსტად რა ხდება შესასწავლია მაგი და ასე ჰაერზე სალაპარაკო არა იქ მუშაობს ძლიერი მეხუთე კოლონა. ირანი არის ძალიან სპეციფიკური ქვეყანა, არის მულტიეთნიკური, მულტირელიგიურიც არის სხვათა შორის რო იცოდეთ. და ეს ებრაელები რო იძახიან რომ ირანი კლავს და ხოცავს, არ ვიცი მე 30 წელიწადი 30 საუკუნეა ებრაელები გემრიელად ცხოვრობენ ირანში და ახლაც ხელშეუხებლად არიან იქ და სხვა ბევრი ფაქტორებია რა. ახლა ის რო სავარაუდოდ ის რო არის რომ
ყოველთვის მუშაობენ ირანში დასავლური სპეცსამსახურები, ამას კითხვა არ უნდა, მაგრამ როგორ ხდება და რანაირად ხდება, ეს ცალკე საკითხავია. ხო იძახიან ძმაო და მადუროს მერეო აიათოლებიო უნდა დაიჭირონო ამერიკელებმაო და გუდაში უნდა ჩაყარონო და იქ ბრუკლინში უნდა წაიყვანო, ამით იქნებიან ქართველი ლიბერალისტები ბედნიერები. მაგრამ ისე მე ამ დებილებს შევახსენებ, რომ ამერიკელების სპეცოპერაცია ირანში კარგად გაიხსენეთ ისლამური რევოლუციის დროს. აი ამ დელტა ფორსელების ბედი და რა მოუვიდათ და როგორ მოუვიდათ. მეორე ცხვირს არ შეყოფენ იქ, მაგის დებილები არ არიან. მე არ ვიცი ვინ ვის აფინანსებ და ერთმანეთში მოიკითხონ მაგ. კარგი ჩემო კარგებო.